მოგესალმებით, მოკლედ დღეს რუსთავში ძალიან დაწყა. პადოქზეა დრიფტი, ზემოთ არის მოტოდრაგი. ხეროს ცეცხლი გაეკიდა როგორც ყოველთვის, მაგრამ ერთი ჩათვლა კვალიფიკაცია მაინც იარა. ეხლა რა ხდება? ორზე არის ამის დაწყება, მაგრამ ვფიქრობ, რომ დრაგზე ავირბინოთ. ნიკას გარბენები გადავიღოთ, მე ჩამოვიდეთ და აქეთ უკვე ისე ვიქნებით, რომ ტოპ 8 იქნება ახალი დაწყებული რა. და მე ტოპ 8-ზე ჩამოვიდეთ, გადავიღოთ თან ხეროსთან მასივარში კონიაკები მაქვს ჩაცრიებული და იმედია ყველაფერი კარგად იქნება და სამ-სამსაც გავუკეთებთ. მე უმანქანო თუ არ უпростоრეთ ამ ლეგენდარული მანქანით ვარ ჩამოსული და რავი, იმედია დღეს ძალიან ბევრ მედლებს და თასებს წავიღებ და როგორც მოტოდრაგში, ისევე დრიფტში უერთველი შამპანურის დალევას მოგვიწევს კონიაკის მერე რა. მოკლედ გადმოვინდა სულეთ უცბად მოტოდრაგზე, სადაც 600-იან დისციპლინაში გამოდის ჩვენი ძმაკაცი მიშო დოლმაზაშვილი და ლიტრიანებში გამოდის ნიკა დოლმაზაშვილი, რომელმაც ყოველ წელს ყველა ეტაპი მოგვაქვს. და წელსაც ვფიქრობ და ვიმედოვნებთ, რომ არ იქნება გამონაკლისი. და ამ ეტაპსაც ჯერ დღეს კი პირველი ეტაპია, 3 ეტაპი უნდა იყოს სულ და 3-ვე ეტაპს წამოვიღებ. ასევე გამოდიან კიდე თელაველი ბიჭები, ორნი, ბალიშიკობთ ორივეს, გულშემატკივრობთ. მაგრამ იმედი მაინც მიშოსი და ნიკასი გვაქვს, იმიტომ რომ მიშომაც ბოლო 2 წელი, მე მგონი 3 და 2 ეტაპი, 5 ეტაპი ჩატარდა და 5-ვე პირველი წამოიღო. 1000-იან და 600-იან მოკლეებში გამოვდივართ რა. ჯერ იწყება 600-იანი, უცბად 600-იანს უყურებთ. მე არ ვიცი რა კლასი დაიწყება, თუ დრო გვექნება უცბად დრიფტზე ჩავალთ. მე დრიფტს გადავიღებთ 1.60 კარგავლას და მე ლიტრიანი მოკლე დაიწყება და ისევ ამოვლუნდები და ლიტრიან მოკლეს გადავიღებთ ნიკასას და იქნება შერეულად ბევრი მოტო და ბევრი დრიფტი და კვამლი. აი ეს მინდა, აი ეს. მაგრად მინდა თა. და დარებასაც ვისწავლით. ანუ არც სწრაფი მინდა მაგაზე, არც ნელი, იმენა ეგ მინდა. არა მარტო დრაგში, დრიფტშიც ხდება უკვე სუპრა, მაგრამ არც ამ ტოიოტაში დგას ტოიოტას რავი და დაჟე არც BMW-ს რავი დგას, LS-ი დგას, LS3 და 450-500 ცხენის ფარგლებშია, როგორც ვიცი. ძალიან სუბუქია. წესით დარიგი ძალიან მაგრად უნდა იაროს და ძალიან ლამაზია. ყაზახეთის დრიფტის ჩემპიონატს რო უყურებდი, ძალიან ლამაზად დადიოდა და კუთხე და ის. ჩემი ვერ წყდება კარგად, იმიტომ რომ ბაზა ისეთი აქვს, რომ თითქოს კუთხეს ვერ იჭერს, მაგრამ ვაისვაბზე ვფიქრობ, რომ დიდი კუთხით უფრო ლამაზი იქნება რა. გადავიღოთ გარბენები დოლიზესი და ნახოთ როგორ მოწყვეტავს სუპრას. რავი, წესით ძალიან ლამაზი უნდა იყოს. სამი რამე უნდა გქონდეს. პირველი არის ფული, მეორე არის დრო და მესამე არის ნერვები. მე არც ერთი არ ამ ეტაპზე.
ტოპ 16-ში ხე რომ მოიგო სალიასთან. გადავიდა ტოპ 8-ში. მანქანაც წყობშია ესე თუ ისე. მოტოდრაგზე ამოვედით, ეხლა გამოივლიან ბიჭები. აქეთ ძალიან არეულობა, ამდენი ხანია ვერ დაწყებულა. და უყურებთ ორივეს რა, ეხლა იქით არავინ არ დადის, მაგრამ კვამლი დგას. და უცბად ჩვენების გარბენი რო იქნება, იქ ჩავირბენთ, ბიჭების გარბენი იქნება, აქ ამოვირბენთ და ცოტა სწავლობთ რა. თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი არხი. მოკლედ დრიფტში ხეროსკენ რო ვართ მან ორი აზრი არ არის, ასევე შალიკასკენ ბალიშჩიკობთ. დავითამ წააგო ტოპ 24-ში, მაგრამ აქვს ერთი შანსი კიდე ნუცუბას რომ გადავიდეს და გიოს ბალიშჩიკობთ კიდე კოდუას, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობთ და ტოპ 4 ყავს შეკრული რა. აი ეგენი რომ ტოპ 4-ში მოხვდნენ, იქნება სასწაული, dream იქნება. აქეთ ძმებდოლ მაზაშვილებს, მაგრამ არ ვიცი ვინ დადის, რაც დადის. სტარტზე დააგვიანა. აბა აშკარად შუქნიშანზე ან იმას ქონდა ფოლი და აღარ გამოყვა. ბიჭები დამირეკავენ ჩვენებს გარბენები რო იქნება და თან შემოგთავაზეთ კაი გარბენებს რა. მოკლედ მიშონ პირველი გაასწრო, თან ან კარგად გაასწრო. ეხლა ამოკრუგავენ მეორე გარბენიც იქნება და ოღონდ არ ვიცი ეხლა ტოპ 8 გვიწევს თუ ტოპ 16. იმიტომ რომ კვალიფიკაციაში პირველ ადგილზე იყო და არ ვიცი როგორ იქნება ეხლა. ექვსასიან მოკლეში მიშო მოიგო. გარბენები თლად ყველა ვერ გადავიღეთ, მაგრამ ფინიშის გარბენებს ჩავსვავთ. ეხლა იწყება ნიკას კლასი. ნიკა 1000-იან მოკლეში გამოდის და როგორც მიშოს, ასევე ნიკას კვალიფიკაციის დრო ჰქონდა პირველი. და სავარაუდოდ ეხლა ტოპ 16-ში არ მოუწევს ნიკას გარბენი. პირდაპირ ტოპ 8-ში ჩაჯდება, იმიტომ რომ 12 მონაწილე იყო თუ 13 მონაწილე იყო და ანუ პირველი რომ 16-ს ხდება, პირველი გარბენი არ მოუწევს, ბაირანის გავლა მოუწევს. როგორც მანქანებში წეს შეიძლება ბაირანი მოუწევს, შეიძლება ეგეც არ მოუწევს, აქ არ ვიცი, ცოტა სხვანაირად არის ხოლმე რაღაცეები. ივლის ტოპ 8-ს, მერე ივლის ტოპ 4-ს და მერე ფინალს რა და იმედია მეორე პირველსაც წავიღებთ თელავში. მერე უცბად დრიფტზე ჩავალთ. გრძელებს არ გადავიღებთ, მე დრიფტზე ჩავალთ და ნახოთ დრიფტში რა ხდება. იმიტომ რომ იქაც ძალიან დიდი კვამლი მოჩანს და ვინ დადის არ ვიცი. მაგრამ ფიქრობ რომ იქაც კაი სანახაობას მაზალთ რა და ძალიან ტეხავს ყველაფერი რომ ერთად არის. თუმცა რაღაც თავის ხიბლი აქვს. დავრბივართ, შრომობთ, წვალობთ და იმედია კაი ვიდეო გამოვა ბოლოში. კადრები არ აგვერევა, თანმიმდევრობას ხდავიმახსოვროთ რა არის მერია. იმედია. წავედით ეხლა დაბალხმაზე ლაპარაკობ, ბრიფინგი აქვთ ბიჭებს, მეატრია. ბიჭებს აქვთ ახალი შუქნიშნის სისტემა, რომელსაც აქვს ორი ლაზერი, დაძვრა, გადაკვეთა, ბოლოში დგება ორ ადგილას და სიჩქარესაც გიზომავს, გარდა დროისა. რეაქციასაც გიზომავს და არის, რავი, იდეალურად ზუსტი რა, რეაქციის დროსაც კი გიზომავს. და მე კალკულატორში ანგარიში აღარ გიწევს, აი ამ და ამ დროში გავიარე და რეაქცია რამდენი მქონდა. პირდაპირ გიწევს რეაქცია ტაიმს გიწევს და ფინიშ ტაიმს გიწევს რა.
Ცხოვრება ის არის, რომ რეაქცია შეიძლება შენ 0.5 გქონდეს. ბევრჯერ ყოფილა დრაგზე, რომ დავაწასულა, რომ ნახე მე პირობიდან 10-9-ში ვიარე, იმან 11-1-ში იარა. 0-2 ჩქარი ვიყავი და იმან მარჯობა რანაირად მარჯობა. მაგას არ ემატებოდა რეაქციის დრო რა. ეხა აქ ცალკე რეაქციას გითხოვს, ცალკე სუფთა დროს. და ძალიან მაგარია, იმიტომ რომ გამოჩნდება ვის როგორი ნერვები აქვს. თვალით არა, საზომითა ჩანს უკვე ვის როგორი ნერვები აქვს და ვის როგორი რეაქცია აქვს. და ძალიან კაია და ნახოთ გიგიც აქ არის დამიფიქსირე, შუქნიშანს უყურებს რაღაცებს, სწავლობს ვიხვეწებით და იმიტოა კაი რომ ბევრ ივენთებზე ვიაროთ, ბევრ ამას უყუროთ რომ ბევრი ახალი ვისწავლოთ რა. ეხლა დაიწყება უკვე შემოდიან ბიჭები და ნახოთ ასევე ილია თელაველი MT10-ით არის, სპორტით არ არის, თუმცა კარგად დადის და რავი, მგონია რომ იზავს ილოს რამეს. არა ნიკარო უპირობო ლიდერია, მან ორი აზრი არ არის. თვალითაც შეეთხოვა, მაგრამ ეხლა სტარტს გადავიღებთ, იმიტომ რომ ფინიშები გადავიღეთ და ფინიში ცოტა ისეთი პონტია. გეხარ ელოდები და როდის გაივლის და აქედან სტარტზე ბაგრაშკების გახურება ის. ძალიან კაი ის არის რა და ნახოთ ეხლა გაუშვებენ ბიჭებს და თან უყუროთ, თან გადავიღოთ. What's got for the Ramshelova? აღარ გინდა. პოსტარტი იყო მოიგო. ეხა კარგად დაიძრა და დროები ვნახოთ. შედარებით კარგად დაიძრა, მოტოციკლები გაფუჭებული ყავს კიდე და გაფუჭებული მოტოციკლები დავდივარ. Right line wins, ანუ მარჯვენა მოიგო. რეაქცია ნახე იმას 9-7-ში არა. და ამას უნდა გამოვაკლო რეაქციის დრო. 0-2. და გამოდის 9-5 რა. მაგარია ძალიან. ფინალში ვართ, ნიკა გადავიდა ფინალში, წეგან კი გვანერვიულა ერთი ფულ სტარტი ქონდა და 2-1 მოიგო. ან ეგ ფულ სტარტი რაც უნდა და ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ბიჭო ძალიან შკარი იყო. აქედან რომ ვუღავებ რომ ფინიშზე ძალიან ასწრებს რა. და დროც არ ვიცი 0-5 იყო სხვაობა თუ რაღაცა. მაჩიტა იყო. და ეხა ფინალი დაიწყება და თან გადავალთ ქვემოთ რა ხდება ისე მაინტერესებს რომ აი არ ვიცი, ალბათ იქ უკვე ტოპ 8 იწურება. ჩავიდეთ, იმედია იქაც კარგობა დაგხვდება. წავიდა! ფინალური გარბენის მეორე გარბენია, პირველი წავაგეთ, რაღაც პრობლემა ჰქონდა, თან ცოტა გვიან დავიზარით. თან გაფუჭებული მოტოციკლები დავდივართ, იმიტომ რომ ნიკა დადის 9-2-ში და ჩემპია ეხლა. არა. გავჯერდით მეორე ადგილს, გადავდივარ. ვერა რა. 258-ით და 10-ით რო აფინიშებ და ბოლოში 220-ზე ჩამოვიდა უკვე. იმდენად იკრავდა ცეპლენიები, რომ სიჩქარეებსაც ხათრით იღებდა. ეხლა დავითა გაივლის მეორე გარბენს, მესამე გარბენს ერთ-ერთია აქაც და თან გადავალთ ქვემოთ, იმიტომ რომ ქვემოთაც დიდი ამბებია, როგორც გავიგე ხერო გამოვარდა. შალიკა დომინანტობს, ნახოთ რა იქნება. გავიდა დავითა. ეგ არის.
მეორე და მესამე ადგილს დავჯერდით. თელავში მოდის პირველი, მეორე და მესამე ადგილის სხვადასხვა დისციპლინებში. უბრალოდ პირველი მოდის 600-იანში, მეორე და მესამე 1000-იან მოკლეში. რავი, ნავსი გატყდა თუ როგორ ავთქვა, არ ვიცი, 9 ჯერზე დიზეთ ჩემპიონი პირველად გავიდა მეორე ადგილზე. ჩავიდეთ ახლა დრიფტზე სასწრაფოდ. ეხა არის ბრძოლა, ნახე ფინალში, ნახევარფინალში ვინც წააგო, იდეაში მესამე ადგილზე ხო უნდა გავიდეს, მაგრამ ესე არ ტარდება, ერთი სიცოცხლე რო წააგებ, კიდე გაქვს, ვარდები სხვა გრაფაში და იქიდან უკან ამოდიხარ რა. მაგრამ გრაფაში სულ რო ვერ ყვევოდი ხოლმე, ამად გრაფაში ვერ გავერკვიე და ეხლა იდეაში მესამე ადგილისთვის ბრძოლა ხო უნდა იყოს რეალურად, მაგრამ მე მგონი აქ არის ბრძოლა მესამე ადგილისთვის მოპოვებისთვის ნახევარფინალში წაგებულები და მერე ხვდებიან იქიდან მეორე ტოპრიდან ამოსულებში. არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ეხლა ვინც მოვიგებს, ვიცით რომ უეჭველი საპრიზოზია რა. და ფინალი როგორც ვიცი არის მათესა და შალიკას შორის არც ერთ წაგება არ აქვს, მაგრამ შეიძლება ხერობს ერთი წაგება რო აქვს, იმდენი ყველა რომ მოიგოს, ფინალამდე მაინც ავიდეს და ძალიან ჩახლართულობა. იდეაში ამ ვიდეოს მონტაჟამდე გრაფა თუ დაიდო, დაურთავ. და წესით მეც და თქვენც უკეთესად გაერკვევით რა. ხერო რას გვეტყვი? ბიჭო, მაგარი შეჯიბრი იყო საბოლოოდ. ნახე, მე 90% დააკვას. ბიჭო, პირველი დრიფტია, რომელიც ესეც მორჩა. მალე, თან ძალიან ბევრი გარბენი იყო. ძალიან ბევრი კარგი გარბენი იყო, იმიტომ რომ სეტკა ისე დავაგდა, რომ ძლიერი პილოტებმა ერთმანეთი მაგრად გაწურეს. ბიჭო, შენ მე მომეწონა შენი სიარული, წელჩავარდნილზე
მე ვიცი რომ ხალხო წელი 2 წელი უარდება იმათ რას მოსდით და მეც ვიცი. შენ ტოპ-8-ში შეაღწიე და ან მე-4-ზე გახვედი ან მე-5-ზე. ჯერ ვერ გავაკეთე, მაგრამ მანდ სანამ არ გიქნება ვერ გავიგებ. ხო და არ შეიძლება კიდე გაგარბენი. შეიძლება. წარმატებები, წავედით ჩემ ბოქში რაღაცეები კიდე გვაქვს. შევხვდებით? კითხვა მაქვს, იცი? ამ შეჯიბრზე 10 ლიტრიან ჩელენჯს აწყობ ყველა გარბენის მერე რო ამატებ თუ 10 litrს ვასხავთ ხოლმე, ოღონდ აქ სპირტს. ორ გარბენში ერთხელ 10 ლიტრიანი ჩელენჯი გაქვს. გასაგებია. ანუ 10 ლიტრიან ჩელენჯებზე მაგას ვფიქრობდი. მაგრამ უშუალოდ შორის სპირტი. აი, ვაფშე შეცვალა. მე რა მაგალითად. ძალიან კაი. დასრულდა აქ დრაგი და იქ დრიფტი. დრაგში 600-იანში მოიგო მიშომ დოლმაზან მოკლე ბაზარში გზელი არ ჩატარებულა. 1000-იანში ნიკა გავიდა მეორე ადგილზე. პრობლემები ჰქონდა დრაგის დაწყების თანავე ვიცოდით რომ პრობლემები ჰქონდა, იმიტომ რომ 9:2-9:3-ში დავდიოდით მოკლე ბაზით სუ და იმდენად გაფუჭებული ბაიკით გამოვიდეთ რომ პროსტა აღარ გავიტეხე და 9:7, 9:5, 9:6 ვიარეთ და ხან 9:9 ფინალში უკვე ისე მოუჭირა რომ 9:9-ში ვიარეთ და 9:8-ში მე მგონი ზუსტად არ ვიცი დროები, მაგრამ უფრო და უფრო გვინელდებოდა. დრიფტს რაც შეეხება, ბადე ვერ გავიგეთ, როგორ იყო, მაგრამ ვინ ვის ხვდებოდა, ეგ ვერ გავიგეთ უფრო სწორედ, მაგრამ იდეაში ერთი შანსის მიცემა არის ძალიან მაგარი ვარიანტი რა. იმიტომ რომ შენ რო ტოპ რბოლელი ხარ და სადღაც ჩეისზე ხარ და ლიდის შეცდომით შენ დაგიტრიალდა ან რაღაცა და ხდება რომ საჯილით არ უთვლის შეცდომას და ჩეისზე შენ გინულდება და ვარდები. შემდეგ გაქვს ერთი შანსი რომ დაბრუნდე და ანახო ყველას რომ ნახე მე მაგარი ვარ მაინც და ეგრევე ქუდი დაიფარო სახში წახვიდე არ არის რა. ეგ სქემა კაი იყო, უბრალოდ კაი იქნება თუ ბადეს გამოგვიტანთ ან მონიტორზე ან სადმე და ჩვენს დავინახავთ ვინ ვის ხვდება და ვიღაც ქუდს არ დაიფარებს და სახში არ წავა რომ აი წავაგე და წავედი და იმას აქვს კიდე ერთი შანსი, ვის აქვს შანსი, ვის არ აქვს შანსი. ეგ რო ონლაინ ბადე გაკეთდეს ან მონიტორზე გაკეთდეს და ვერავინ ბოლელებიდან დაწყებული ტექნიკური, სპოტერი, კომენტატორი, არავინ არ ვიცოდით ბადე და არავინ არ იცოდა ბადე. და ეგ ცოტა რთული იყო, თუმცა ბოლო ჯამში ორგანიზება კაი იყო. მომეწონა დროის სისტემაც აი აქ იყო დროის სისტემა იქ გავლებით დალაგებული იყო, მიყოლებით იყო თუ რამე ტექნიკური პრობლემა არ შეექმნებოდა მრბოლელს, ან ორგანიზების ხარჯში არ იყო რაღაც ტექნიკური პრობლემები, ლაივს არ უყურებდი და ვიცი რომ ლაივში შეიძლება სულ სხვა შედეგი იყო, მაგრამ აქ რო ხარ და უყურებ სულ სხვა. რავი, დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა რა. გრიგალამ აიღო პირველი ადგილი, მეორე ადგილი აიღო მათემ, მესამე ადგილი აიღო შალიკამ და ხერომ აიღო ან მე-4 ადგილი, ან მე-5 ადგილი ვერ დავლაგდით. თუმცა, როგორც ერთი წელი გამოტოვებული და სპორტში ახლად მოსული და პირველი შეჯიბრი და ძალიან ბევრი პრობლემა, მაინც ძალიან კაი გავლები ჰქონდა და ის სკილები დავიწყებული არა აქ რა. გიოს გამოვარდნა გამიტყდა ძალიან კოდუასი, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრობდით და რავი, ყველამ კარგად იარა, ილომი არა კიდე კარგად პირველად იარა აქ კინგის მერე პირველად გადმოვიდა აქ და ძალიან პატარა საყვარელი ბიჭია და ვფიქრობ რომ დიდი მომავალი აქვს. წავედით ალექს, ჩვენც დავისვენოთ, ეს ვიდეო ავაწყოთ, დავდოთ. და მე მგონი არავის არ აქვს ესე გადაღებული ერთად და არხი გამოვიწერეთ. ავიდეთ 15000-ზე ავალთ ახლა უკვე წესით ამ ვიდეოთი და რავი ამ ვიდეოთი 15000-ზე ავალთ ძალიან მაგარი იქნება რა. თუ არა და რავი არა ვალთ მოავალ ჩვენ გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ. წინ რა ეტაპები გვაქვს ხო? სუპრის გიდრომოფტის მოგვარება გვაქვს ერთი ეტაპი. მერე ერთი სიურპრიზი მანქანა მოგდის. ამ ერთი სიურპრიზი მანქანა ჩვენი მანქანა იქნება. მერე მეორე სიურპრიზი მანქანა მოგდის, რომელიც არის 1000 ცხენზე და უნდა დავშალოთ. და იმედია ბევრ ნაწილს გამოვიყენებ და სუპრაზე გადმოვაწყობთ. კიდე ერთი სიურპრიზი მანქანა. მაგას არ ვახსენებ შეჭე. და კიდე ერთი სიურპრიზი მანქანა მოგდის, რომელსაც ალბათ კიდე დიდი ხანი არ ვიტყვი. და კიდე ერთი სიურპრიზი მანქანა როხოს. ხო, ალექსას აქვს კიდე ერთი სიურპრიზი მანქანა, რომლის დისკებიც ახლა 315-ში, ან ძალიან ბევრი სიურპრიზებით ვართ და ნახოთ, ზოგს
დრაგისთვის ვაწყობთ. ზოგი დონორი მანქანაა და სუპრაზე უნდა გადმოვაწყობ და დანარჩენი დავშალოთ. ზოგი უბრალოდ ვაწყობთ და მერე გამოჩდება Kings ვივლით, Time Attack ვივლით, ლილოზე რამეს ვივლით, თუ რას ვივლით, მაგრამ რაღაცას ვივლით რა. და გვინდა რომ ან მარტო დრაგში არა, დრიფტს გადავიღებთ ხოლმე, იმიტომ რომ დრიფტს ამ დონეზე ვერ ვივლი. თუ არა, F ტემპიად. ხო და რაღაცებში ჩავერთობით ხოლმე და დრაგისნაირად სერიოზულად შეიძლება არ მიუდგეთ თავიდან პირველ ეტაპზე, მაგრამ ჩაბერთვებით და რაღაცას მაინც ვივლით რა. გართობის დონეზე მაინც დაგვისწორდება. წავედით ახლა, თორე დაგვაღამდა. იყავი, მოგარიდეთ.